მოგესალმები დიანა, მადლობა რა თქმა უნდა ჩართვისთვის და მივესალმები პირველის მაყურებელს. პროცესი, რომელსაც ქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და გავლენებისთვის ოცნებაში და ბიძინა ივანიშვილის კარზე. ეს პროცესი ისედაც მიმდინარეობდა ხოლმე ბევრი წლის წინაც. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერების ცვლილებას თან ახლდა ხოლმე მისი გუნდის, იმ კონკრეტული პრემიერის გუნდის წევრების მცდელობა თავი გამოეჩინათ ბიძინა ივანიშვილის თვალში და წინაშე. მაგრამ ახლა არის ბევრად უფრო რთული ამბავი, ვინაიდან იმდენად დიდია დაძაბულობა, როგორც ჩანს გუნდში და იმდენად დიდია ხარისხი დაპირისპირების, რომ მონოლითი ქართული ოცნების პრაქტიკულად აღარ არსებობს. ბუნებრივია, ეს არის საფრთხე მათთვის და გამოცდილება არ ნახობს მხოლოდ საქართველოს სინამდვილეში არა და მხოლოდ ქართული ოცნების სინამდვილეში არა, რომ ეს არის ხოლმე ბოლო ფაზა ხელისუფლების ჩამოშლის, როდესაც შიდა ბრძოლა თითქმის არ ვიცი, ისეთი სასტიკი ხდება, როგორიც ეხა არის. შესაძლოა ჩვენ ვიფიქროთ, რომ ასე არ ჩანს გარედან, მაგრამ რატომაც არ ჩანს, სისასტიკის ნიშნები რა არის? ყველა ის ადამიანი, ვინც მეტნაკლებად გავლენიანი ფიგურა იყო ქართულ ოცნებაში, ახლა ამოღებული არის მიზანში. ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ კობახიძის დაჯგუფებას აქვს ამოცანა, რომ ეს ყოფილი პრემიერების წარმომადგენლები მაქსიმალურად შეავიწროვონ, რომ მათ ძალაუფლებას და გავლენას საფრთხე არ დაემუქროს. დღეს კობახიძემ ასეთი რამ თქვა, რომ აი ეს კორუფციასთან ბრძოლა არის გრძელდება, ცუდად მესმის დიანა თქვენი. კი ბატონო, ანი დაასრულეთ და კითხავთ შემდეგ. დიახ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დაჭერების სერია გაგრძელდება და შესაბამისად მას ექნება შესაბამისი ნიშანი. ცხადია, ამას დაარქმევენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, შესაძლოა იყოს ესიც ამის შემადგენელი ნაწილი იქიდან გამომდინარე, რომ ამ ხელისუფლებამ ყველა რეკორდი მოხსნა კორუფციის, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ბრძოლა გავლენებისთვის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაჭერებზე როცა არის ლაპარაკი, ასე ვთქვათ, ყოფილ პრემიერს რაღაცა ამ დონის ფიგურებამდე მივიდეს ეს ხაზი? მოდით ასე დავარქვათ ამ პროცესს. რამდენზე შეუძლია წავიდეს კობახიძეს? თუ კობახიძეს აქვს იმედი, ვინმეს იმედი საქართველოს გარეთ, მაშინ შესაძლოა წავიდეს უფრო წინ, ანუ არ გაითვალისწინოს სადამდე აქვს მიცემული უფლებამოსილება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს პროცესი ასეთი თამამი კობახიძის მხრიდან ვერ იქნება. მარტივია ძალიან და ამიტომ მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ რაღაც გარკვეულ დონეზე ეს ამბავი არის ნებადართული სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ. ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს ამის, ძალიან ბევრი მიზეზი, მათ შორის ზუსტად ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც რომ მისი ყოფილი ხელის ბიჭები არ გაძლიერდნენ ძალიან, მაგრამ მეორე ამბავიც არის, რომ თუ კობახიძემ დაიჯერა, რომ ის უკვე ისე მოძლიერდა, რომ შესაძლოა ეგრეთ წოდებული ფსონი გარედან, ჩრდილოეთიდან დადონ სწორედ მასზე და ბიძინა ივანიშვილი საჭირო აღარ იყოს, შესაძლოა იყოს ეს პროცესიც. თუმცა მე არ მაქვს არც ერთი მყარი მტკიცებულება ვთქვა, რომ ეს ასეა. მაგრამ რაღაც მომენტებში თქვენ კობახიძეს ივანიშვილისგან მოწყვეტილად მხრიდან მხარდაჭერილი ეს ჩანს. Ani, თქვენ რაღაც მომენტში სხვა შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის დაჭერა, ბევრი საკითხი არის, მათ შორის ის რომ ქართულ ოცნებაში თუ ვინმე შემორჩა მხარდამჭერები, ყოველ შემთხვევაში აი ახლა ვინც არის დარჩენილი, მე ეს ვიცი მხოლოდ ორი ადამიანი, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი და ეს არის კახა კალაძე. მე არ ვიცი, საერთოდ არ 10 კაცი თუ მაინც არის
არის ქართულ ოცნებაში, ვინც მხარს უჭერს ირაკლი კობახიძეს. არ ვიცი, თუ რამე შეიცვალა და ეხლა გემოვნება გადაუსხვაფერდა ძველ წარმომადგენლებს გულისხმობ თავის დროზე ვინც იყო ქართულ ოცნებაში, არ ვიცი. ან თუ არიან დარჩენილები ეს ადამიანები, თუ მთლიანად ახალი შემადგენლობა არ არის, მაგრამ მე რაც მაქვს ინფორმაცია და რაც ვიცოდი ყოველთვის, ყველაზე დაბალი ნიშნული მხარდაჭერის ყოველთვის ქონდა ხოლმე ირაკლი კობახიძეს. დღეს ანი გესმით ჩემი ხმა. დღეს ირაკლი კობახიძემ ასეთი რამ თქვა. მესმის, ახლა მესმის ცოტა ცუდად, მაგრამ კი ბატონო, დღეს ირაკლი კობახიძემ ასეთი რამ თქვა, რომ ეს კორუფციასთან მებრძოლი მე კი არ ვარ, მე უბრალოდ ივანიშვილის პირობას ვასრულებ, რომელმაც ბოლო შემოსვლისას თქვა, რომ რაღაც ცდუნება გაუჩნდათ გუნდის წევრებს და ამიტომაც შემოვედი. მოკლედ ამ დავალების შემსრულებელი ვარ, რითაც მიანიშნა, რომ მას აქვს ივანიშვილის ზურგი ამ პროცესში, ამიტომ ესე ვთქვათ, მარტო თავად არ არის პასუხისმგებელი და ყველა მიცოდეს, რომ ეს ივანიშვილის წამოწყებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. და ასევე საინტერესოა თქვენ რას უსვამთ ხაზს, რომ ოცნების ამომრჩეველი არ აქვს ივანიშვილისადმი, ანუ ივანიშვილი არ არის ოცნების ამომრჩევლის ფაქტორი, ანუ ღარიბაშვილი და კალაძეც ასევე აღიქვამთ ფაქტორებად, თუ აი როგორ უყურებთ იმას, რომ სწორედ ამომრჩევლის არ დაკარგვის გამო შეიძლება არ შეეხონ ღარიბაშვილს? გავიგე თქვენი კითხვა, მადლობა. უთქვამს მაშინ ირაკლი კობახიძეს, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება და ეს არის მისი რა ვიცი, უფროსის გადაწყვეტილება. და როგორ ჩანს ბიძინა ივანიშვილს ახლა ასე ურჩევნია პროცესების ასე განვითარება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირაკლი კობახიძეს იმედი უნდა კონდეს, რომ იგივე დღეში არ ჩავარდება ცოტა ხანში, ვინაიდან ეს მისი ზნე და ჩვეულება არის ბიძინა ივანიშვილის, ანუ მოიხმაროს ადამიანები და მერე გადააგდოს იმის მიხედვით, რამდენად აღარ ჭირდება. ამიტომ ახლა ეს პროცესი რამდენად ახლოს არის, ანუ კობახიძის გადაგდების პროცესი ეს გამოჩნდება არჩევნების შემდგომ. მაგრამ ის რომ ბიძინა ივანიშვილმა კორუფციის გამო მოიძულა ეს ადამიანები, ცოტა ისეთი ამბავი, იმიტომ რომ ეს კორუფცია იყო ბევრი წლის წინაც, 5 წლის წინაც იყო, ცოტა მეტი ხნის წინაც იყო. აი მაგალითად ესეთი გარკვეული ტრადიციასავით არის, რომ მარტო სუსიკი არ მუშაობს ინფორმაციების შეგროვებაზე. აი მაგალითად იყო ხოლმე ესეთი პრაქტიკა, ჩვენ არ გვეხებოდა სხვა პარტიების წარმომადგენლებს კოალიციის შემადგენლობაში ყოფნას, მაგრამ იყო ხოლმე პრაქტიკა, რომ ერთმანეთის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინფორმირებას აქტიურად ახდენდნენ ხოლმე მისი პარტიის წევრები, დაწინაურებული ადამიანები, სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ადამიანი. ამიტომ მას თუ იმას ფიქრობთ ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახლა გაიგო, ან თუ ვინმეს უნდა ასე გაასაღოს იგივე ქართული ოცნების ამორჩევლისთვის, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, იმიტომ რომ რაც ხდება, ბიძინა ივანიშვილმა იცის ხოლმე მყისიერად. ახლა რაც შეეხება ფაქტორს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, რა თქმა უნდა ეს ფაქტორი დარჩენილია, მაგრამ ეს ჭარბინდობა რო იყო, ეს ძალიან დიდი ხანია უკვე ჩაბარდა ისტორიას, ჭარბინდობა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. მე ძალიან ხშირად ხვდები ადამიანებს, რიგით მოქალაქეებს, მარტო თბილისში არა და შესაბამისად მეტნაკლებად ვიცი ადამიანების განწყობები, რომ ახლა არც ერთი ფაქტორი აღარ არსებობს. ქართული ოცნების მიმართულებაც აღარ არსებობს. სხვა საკითხია, რატო ვერ იცვლება ხელისუფლება, ამაზე თუ გნებავთ მე სხვა დროს ვისაუბროთ, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ იმიტომ კი ვერ იცვლება ხელისუფლება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქართული ოცნება მოსწონს. მხოლოდ იმიტომ, რომ ალტერნატივა შესაძლოა არ წარმოუდგენია, ან ვერ ხედავს ისეთ მყარს, რომ ეს ცვლილება განახორციელოს. თუმცა ეს არის გარდაუვალი, ძალიან გარდაუვალია უკვე, ვინაიდან ის ნიშნული, როდესაც ხელისუფლებებს პატიობენ ხოლმე, აღარ პატიობენ ხოლმე საკუთარი მოქალაქეები, ქართულმა ოცნებამ უკვე გადალახა. კი ბატონო, ანი თქვენ საუბრობდით როგორ შეიძლება კი ბატონო, როგორ შეიძლება ცვლილების მიღწევა, ესეც ახსენეთ. ეხლა როგორ გესახებათ ამისთვის ყველაზე ხელსაყრელ გზად, იმიტომ რომ ოპოზიცია ახლა სწორედ რაღაც შიდა წინააღმდეგობის რეჟიმშია, ვინ როგორ ხედავს ამას.
თქვენ რომელი გზა მიგაჩნიათ, რომ ეხლა არის მეტნაკლებად სწორი ან არასწორი? ყველა შემთხვევაში საბოლოო ჯამში ხელისუფლებები მიდიან არჩევნების გზით. სხვა ყველაფერი სწორი გზა არ არის, განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში. მაგრამ როდესაც ხელისუფლება თვითონ ირჩევს არადემოკრატიულ გზას და როდესაც ხელისუფლება იყენებს ყველა მექარის მზეწოლის საკუთარ მოქალაქეებზე, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს აიძულებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სანუკვარი, რაც არის, იმაზე თქვას უარი, ასეთ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზე, რომ მხოლოდ არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვლება, ცოტა წარმოუდგენელია. თუმცა ეს არ ნიშნავს ჩემი მხრიდან იმას, რომ წახალისება არის რევოლუციური სცენები. მე ზოგადად რევოლუციები არ მიყვარს. ზოგადად მიმაჩნია რომ ყველაფერი უნდა იცვლებოდეს და ხელისუფლებაც უნდა იყოს ზოგადად მზად იმისთვის, რომ ის ოდესმე შეიცვლება. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მოინდომოს ახლა ქართულმა ოცნებამ, ცხადია რომ ქართული ოცნება შეიცვლება. ოღონდ ეს იმაზე კი არ არის დამოკიდებული მათ ნებაზე, ან ოპოზიციის ნებაზე, ხალხზეა დამოკიდებული. და ეს ნება ახლა არსებობს. ამიტომ თავის დროზე, როდესაც ოპოზიციაში გაიყო გზები, ანუ ნაწილი წავიდა საარჩევნო გზით და ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ რევოლუციით არის ეს შესაძლებელი, ეს სწორი არ არის, იმიტომ რომ ორივე ერთმანეთს შეავსებს. ამაშიც უც არაფერს ვერ ხვდა. პრობლემა იცით რაშია, რომ ოპოზიციას არ აქვს თანმიმდევრული ქმედება და სამწუხარო არის ეს. თანმიმდევრული ქმედება, თორე ასეთი სუსტი ახლა ქართული ოცნება თითქმის არასოდეს არ ყოფილა, როგორც ახლა არის და ზოგადად მიმაჩნია, რომ ეს არის ქართული ოცნების გვიანი შემოდგომა უკვე ხელისუფლებაში ყოფნის. ამიტომ პროცესი შესაძლოა მათთვისაც, ხელისუფლებისთვისაც ცოტა გაუთვლელი და უცნაური სცენარით წარიმართოს, ვინაიდან არ გამოვრიცხავ, რომ პროცესების მართვა თავიდან ბოლომდე ხელში აიღოს ხალხმა. და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში დარჩენა და ეს მოხდება მალე. დიდი მადლობა, ანი მიროტაძე პასუხობდა ჩვენ კითხვებს, დავემშვიდობები.